დავით არახველიძე მიმერეთში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა. მინისტრი ქუთაისში წყალტუბოსა და სამტრედიაში იმყოფებოდნენ და რეაბილიტირებული შენობები დაართვალიერა, სადაც იძულებით გადაადგილებულები მაისიდან შესახვდებიან. არახველიძემ სანატორიუმ მეგობრობაში ასევე ყოფილ ბალნეოლოგიურში მცხოვრებ დევნილებსაც შეხვდა, ისინი მძიმე პირობებზე საუბრობენ და საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. წარმატებით ორგანიზებულად ხორციელდება დევნილთა განსახლების კრიტერიუმების მიხედვით პროცედურები, საპილოტო პროგრამა, რეგიონული ოფისი დევნილებს ღებულობს გეგმის მიხედვით, არ აქვს ადგილი რიგებს, რაიმე გაუგებრობა, სპეციალისტები დევნილებთან ერთად ასწავლებენ განაცხადებს. დათვალიერების შედეგად ობიექტებმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება. ყოფილი ვართ, რასაკვირველია მოგვიჩინა ნორმალურად და შედეგი წივნახოთ რა იქნება. ჯერჯერობით უკმაყოფილო არ ვარ. მისი პასუხი, დადებითი პასუხი და ვნახოთ აცი რა იქნება. 20 წელია ვცხოვრობ ამ შენობაში. ამ ხნის განმავლობაში არავითარი დახმარება ჩვენ არ მიგვიღია. მხოლოდ გვეხმარებიან ისეთი რამეებით, რომელიც არის ვადაგასული, რომელიც არ ვარგა და ვერ ვსარგებლობთ ისეთი ნივთებით და ისეთი რაღაცეებით.